ფილიპ ჯეიმს კორსო უნიკალური და საოცარი ადამიანი იყო. მისი გამოცდილება შთამბეჭდავია. მეორე მსოფლიო ომის გმირი, პენტაგონის ყველაზე გავლენიანი თანამშრომელი, რომელსაც წვდომა მრავალ საიდუმლოზე ჰქონდა. როგორც მთავრობის ინსპექტორი, ის როუსველში 1947 წელს მუშაობდა, როდესაც იქ სავარაუდოდ ყველასთვის ცნობილი ინციდენტი მოხდა. ნანახმა ფილიპი იმდენად გააუგნა, რომ მოგვიანებით, კერძოდ 1997 წელს წიგნი დღე როუზველის შემდეგ გამოაქვეყნა The Day After Roswell. მაგრამ რა მოხდა იქ სინამდვილეში? 1947 წელს ფილიპ კორსო როუზველში უცნაური ობიექტის ჩამოვარდნის ადგილზე ჩავიდა. ირგვლივ მისი თქმით დიდი რაოდენობით ნამსხვრევები იყო, მაგრამ ის უფრო კაფსულის მსგავსმა ობიექტმა დააინტერესა, რომლის სიგრძე 1.5 მეტრი იქნებოდა, ხოლო შიგნით უცხოპლანეტელის უსიცოცხლო სხეული იყო. ეს წიგნი უფოლოგებსა და შეთქმულების თეორიის მონაწილეებს შორის მაშინვე იქცა სენსაციად. ფილიპ ჯეიმს კორსო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში 1942-1963 წლებში მსახურობდა, ირწმუნება, რომ იგი პირადად ხელმძღვანელობდა იმ განყოფილებას, რომელიც იცავდა და სწავლობდა ამოს ნამსხვრევებს. ასევე ამოხსნა ამ მოვლენის მრავალი საიდუმლო და გამოცანა. მათ შორის ის ირწმუნებოდა, რომ ბოლო 10 წლეულების მრავალი ტექნიკური გამოგონება, როგორიცაა ტექნიკური ბოჭკო, ტრანზისტორები, ღამის ხედვის ხელსაწყოები და კომპიუტერის ჩიპები, უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიების შესწავლის პირდაპირი შედეგია. ასევე შეიარაღება და კოსმოსში მოგზაურობაც. წიგნში კორსო შეეხო იმდენ სხვადასხვა შეთქმულების თეორიას, რომ ხშირად უფოლოგები მას ნაწილობრივ გამოგონილად ან გადაჭარბებულად თვლიდნენ. თვითონ კორსო უეცრად გარდაიცვალა გულის შეტევით. წიგნის გამოსვლიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ კონსპიროლოგები თვლიან, რომ ის უბრალოდ მოიშორეს, რადგან ძალიან ბევრი რამ გამოიტანა სააშკარაოზე. პოლკოვნიკ კორსოს არ ჰქონდა ფსიქიკური დაავადებები, არ იყო ფანატიკოსი, არ ჰქონდა აგვიატებული ფობიები. თავისი სამხედრო კარიერის მანძილზე მას მამაც და ხისტ მეთაურად იცნობდნენ. 1945 წელს მისი დახმარებით მოხდა 1000 ისრაელელი დევნილის გამოყვანა რომიდან. კორეის ომის დროს დაზვერვაში მუშაობდა, ომის შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი იყო. მოკლედ, ინტერვიუებშიც და წიგნშიც კორსო ამტკიცებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მალავდა სიმართლეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და უცხოპლანეტელების შესახებ, რათა იგი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ტექნიკურ სფეროში. მისი სიტყვებითვე, რეიგანის ცნობილი ვარსკვლავური ომების ინიციატივა, ანუ სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივა, გათვალისწინებული იყო არა იმდენად საბჭოთა თანამგზავრების წინააღმდეგ, არამედ პოტენციურად დედამიწის ორბიტაზე უცხოპლანეტელთა ხომალდების შემოჭრის წინააღმდეგ.